ვარძია ეს არის კლდეში ნაკვეთი გრანდიოზული სამონასტრო ქალაქი ციხე, რომელიც ერუშეთის მთის კალთებზე ზღვის დონიდან 1300 მეტრ სიმაღლეზეა გაშენებული. მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარე ეს მონუმენტური კომპლექსი 500 მეტრის სიგრძისაა და კლდეში 13 იარუსად, ზოგგან კი 19 სართულად მაღლდება. მისი მშენებლობა მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში მეფე გიორგი მესამის დროს დაიწყო. თავდაპირველად იგი სამხედრო სტრატეგიულ თავშესაფარს წარმოადგენდა, თუმცა თამარ მეფის ეპოქაში ვარძია საქართველოს ოქროს ხანის უდიდეს სიმბოლოდ, სამეფო მონასტრად და უმნიშვნელოვანეს კულტურულ ცენტრად იქცა. თამარის ბრძანებით კლდეში 6000-ზე მეტი ოთახი გამოკვეთეს. აქ ყველაფერი იყო სრულყოფილი ცხოვრებისა და თავდაცვისთვის. საცხოვრებელი სენაკები, 15 ეკლესია, 25 მარანი, ბიბლიოთეკა, სატახტო დარბაზი, საცხობები და რთული საიდუმლო გვირაბების სისტემა. იმ პერიოდში აქ 2000-მდე ბერი მოღვაწეობდა. კომპლექსის სახელწოდებაზე ყველაზე ლამაზი ლეგენდა არსებობს. ამბობენ, რომ სანადიროდ წამოსული პატარა თამარი გამოქვაბულებში დაიკარგა. როდესაც შეშინებულმა მხლებლებმა მისი ძებნა დაიწყეს, გოგონამ შურიდან მხიარულად შესწახა. აქ ვარძია, სწორედ ამ ძახილმა დაუდო საფუძველი სახელს. ვარძია, სამონასტრო კომპლექსის გული ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია, რომელიც 1186 წელს აკურთხეს. მისი კედლები დღემდე ინახავს უნიკალურ ფრესკებს, მათ შორის გიორგი მესამისა და თამარ მეფის ერთ-ერთ უიშვიათეს და უძველეს გამოსახულებას. ვარძია საუკუნეების განმავლობაში რჩებოდა ქართველთა ურღვევ ციხესიმაგრედ სელჩუკებისა და მონღოლების წინააღმდეგ ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ 1283 წლის მიწისძვრამ კლდის დიდი ნაწილი ჩამოშალა, კომპლექსმა მაინც შეინარჩუნა თავისი დიდებულება. დღეს ვარძია ის საოცარი ადგილია, სადაც თითოეული კიბე თუ გვირაბი კვლავ მე-12 საუკუნის დიდებით სუნთქავს.